მანდატური სამსახურს აქვს ძალიან ამის შესახებ კიდევ უფრო დაწვრილებით ხვალიდან კი საქართველოს შინაგან ჩვენ როგორც არაერთხელ გავაჟღერეთ, რომ კიდევ დამატებით განვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობებს და ამ აქტივობების ერთ-ერთი ნაწილი არის ეს და მე მოხარული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი ანტინარკოტიკული კამპანია ვიწყებთ საჯარო სკოლებში, რომლის მიზანი იქნება ნარკოტიკული ნივთიერებების მავნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვირვების ხელშეწყობა. ჩვენ რამდენიმე ათეულ სკოლაში განვახორციელებთ აღნიშნულ აქტივობებს, გაგრძელდება წლის ბოლომდე და რა თქმა უნდა ამას განგზობითი ხასიათი ექნება. ამ შეხვედრების ფორმატში ახალგაზრდებს განემარტებათ და დეტალურად იქნებიან ისინი ინფორმირებული იმ მავნე შედეგების შესახებ, რაც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან არის დაკავშირებული. ეს არის იმ საერთო კამპანიის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ხელისუფლება, მთავრობა ახორციელებს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია გამოყენებასთან დაკავშირებით და ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, თუ როგორ კოორდინირებულად მუშაობენ სამინისტროები და თანამშრომლობენ იმისთვის, რომ საზოგადოება დავიცვათ ამ მავნე საშუალების გავრცელებისგან რისკების შესახებ, მავნე ზემოქმედების შესახებ, მავნე შედეგების შესახებ ინფორმირება ახალგაზრდების, მათთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და რაც მთავარი ახალგაზრდებში იმ განცდის გაჩენა, რომ ისინი მარტო არ არიან გამოწვევების წინაშე, მის უკან დგას არაერთი სახელმწიფო უწყება და ამ გამოწვევებში უცხადებს მხარდაჭერას. ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ის კამპანია, რომელიც აქტიურად იქნება განხორციელებული ამ ეტაპზე ბათუმის სკოლაში, თუმცა შემდგომ ეტაპზე ვფიქრობ, რომ დავფარავთ მთელს რეგიონს, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებლად იქნება მიღწეული ის მიზნები, რაც არის გაცხადებული ამ კამპანიის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ჩვენი როლიც ამ საქმეში ძალიან დიდ როლს წარმოადგენს. უპირველეს ყოვლისა პრევენცია და მეთანხმებით ალბათ, რომ მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ ბავშვებს, მოზარდებს, რომ მათ შეძლონ ჯანსაღი რეაგირება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საგანმანათლებლო დაწესებულის მანდატორის სამსახურმა შეიმუშავა ერთობლივი საინფორმაციო სახის მოდული, რომელიც ისახავს მიზნად ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციას და ხაზს უსვამს და ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.